ბადრი ბასიშვილი, ნაცმოძის დეპუტატობის კანდიდატი გორის რაიონიდან. კაცი ლეგენდა, კაცი ქარიზმა, კაცი სახელი. კაცი რომელიც ვიღაცების მიერ მხილებულია მარბიელი, ნაცმოძელი ზონდერების ჯგუფების შექმნაში, თუმცა ეს სასამართლოს განაჩენით არ დასტურდება. კაცი რომელიც სახეცვლად მოგვივლინა დღეს და ესეთ რეკლამებს უშვებს. ჩვენი გუნდის გამარჯვების შემდეგ სოციალურად დაუცველებს აღუდგენთ უსამართლოდ შეწყვეტილ დახმარებას. ბადრი ბასიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მოდი წავალ გორში და დაველაპარაკები ბადრი ბასიშვილს. წავედი. თუ აქეთ არის გორი, კაცო აქეთ არის ასე. აქ ამ მშვიდობა, გამარჯობათ. ბატონი ბადრი მინდა და ხო აქ არის? კი, აი ხო დაგლოდოთ შეიძლება? აი, ესეთი ეთილი დახვედრა არის. აქ რო დაველოდო შეიძლება? კი, მადლობა, დიდი მადლობა. გაიხარეთ. გამარჯობათ ბატონო ბადრი. მოიცა ერთობით ესე არის. შეიძლება? დასაუბრება. სად მოვიდეთ? თქვენ მოხვალთ ჩემთან თუ მე მოვალ თქვენ? ესე იგი რა მინდა? გამოვიდე გარეთ? მე და გაგცემ პასუხს. არა, ბატონ ბადრისთან ამაქვს საქმე. არა, აღმასრულებელი გახლავარ. 2 წუთი არ შეიძლება ბატონო ბადრი? ბატონო ბადრი, რა მინდა? თქვენ ხო დღეს რაღაც შეხვედრები გაქვთ ამბავი, არა? კი, ხო და გაშუქების ამბავში. მინდა რომ აი თქვენც როდეს? ხო. სუდი არ იქნება სხვა. ხო, წავედ, აბა გამოვიდეთ. მითხარით? ხო, აბა თქვენ გრაფიკი გვაქვს რაღაც. ხო და მითხარით გრაფიკი. გრაფიკი და გეტყვით. ხო. ჩავწერეთ გრაფიკი აუცილებლად. დღეს ხო იქნება შეხვედრები. ბატონო, სანამ დაждდებოდეთ, ერთი ბლიც შეკითხვა და მე გავაგრძელებ. გრაფიკს ჩაწერს და ჩვეულებრივად კაი, კარგად განდებოდეთ დროებით. გავხიარულდეთ გას მობძანით აბა. სად არის კაცი? ის კაცი სად არის? გამოა ხო. სად? ქალაქი დაავწალერო. არა, ბატონი ბადრის გრაფიკი მომეწე. ბატონი გრაფიკი. ხო დამპირდა ბატონი ბადრი რომ თქვენ გაგვდით გრაფიკი. როგორ კაცო გრაფიკიო? არა. მაგრამ ქალაქში გავიდეთ დავაწყოთ. მოიცა ქალაქი დათვალიერებ 2 მილიონჯერ. მაინც ეგრე არა. ახალი ქუჩა გაქვს დათვალიერებული. მე ვინ გააკეთა ახალი ქუჩა? ხო. ვინ გააკეთა? ვანომ და მიშა. ხო და კარგია მე ხო გაიმარჯვებენ ეგენი. აუცხრაში, მაგრამ გრაფიკი მომეწე. თქვენ სახელი როგორ მოგმართოთ? კახალუხია. ბატონო კახა, გრაფიკი ხო დამპირდა ბატონი დეპუტატობის კანდიდატი. ჯერ არა გვაქვს შედგენილი. როდის გეკითხა? ყოველ დილით ვადგენ გრაფიკს. ხო და რამდენ ხანში გეკნება? ხო, კაი. არ გვაქვს. რამდენ ხანში გეკნება? არ ვიცი, აი როგორ გითხრა, ვიღაცი მოსასვლელები არიან, დავჯდები. 1 საათში გეკნება, ამიტომ უკვე როგორც მომისათია, ზუსტად 16-ია. ვერ გიტყვი 2 საათში. შესაძლებელია, რომ სამში. გექნება, მაშინ გვექნება. ანუ ესე იგი ხარ სტადიაზე ვართ, ეხა იკრიბება აქტივი, რომ დაგეგმოთ აქტივობა, ხო? ხო, მაგრამ დღეს ესეთი არაფერი არ აქვს, თქვენთვის საინტერესო სიმართლე მინდა რომ გითხრა. აბა რა გაქვს დღეს? არაფერი არ გიქნება რაღაცა. აი ბასშვილი არ მოვა შტაბში დღეს? გასულია ხა ის. ვიცი, ძალიან სერიოზულ საქმეებზე იქნება დაწმული, აქ არ მოვა? აუ, შესაძლებელია მოვიდეს, შესაძლებელია არ მოვიდეს. ანუ დღეს ვაფშე აქ არანაირი აქტივობა არ იქნება, ხო? შეიძლება. არა, ვაფშე არც არავინ არ ჩამოდის, არც არაფერი არ ხდება. კაი. თვითონ მეგობრებო, უკვე დაახლოებით 1 საათია. დავართ ბატონი ბასიშვილი შტაბთან და ველოდებით დაიმოსახის აქტივობას, რომელიც როგორც ჩანს შეიძლება დღეს არ იყოს. ჩავშალეთ, არ ამგონია, მაგრამ რა ვიცი, ამბიცია მალაპარაკებს რომ რაღაცნაირად ჩავშალეთ ნაცმოძრის აქტივობა დღეს გორში და მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა არ ამგონია, ნახოთ. გამარჯობათ კიდევ ერთხელ. ბატონი ბადრი აქ არის, ხო? როგორ არა, კაც დავინახე, როგორ შემოვიდა. დავინახე, საიდან დავინახე, მაშინ. აი აქ ვიდექი და დავინახე რომ შევიდა. არ შესულა, არ არის. არა, დათვირი გვაქვს, დათვირი. როგორ გას დავინახე ჩემი თვალი. შეიძლება და ნახავ. აბა. დათვირი არ არის, გვაქვს დათვირი. ეხლა ვერ გავიგე, ერთი მეუნე. მე გელაპარაკე. ბატონო რეზო. ეს ბატონი მეუნება რომ შეიხედეო და თქვენ მეუნებით არა. კარებიდან შეიძლება შევიხედო? გაერკვიეთ ერთმანეთს შეიძლება თუ არა. მიშა რა გინდა ველაპარაკები რა. აი ეს მიშა მეუნება, მიშას წარმომადგენელია ჩვენი რა. მე გეუბნები რომ გვაქვს ხატი. გამარჯობა. და შეიძლება შევიდეთ ბატონო. კარგით, დამთავრდა მაშინ. აკვიდგები. ხო ხარ? არა.
ბატონი ბადრი აქ არის? ბატონო შავი. ბატონიშვით გარეთ გავარ, ოფისში არ შემოდივარ. შეკითხვას გისვავ. არის დეპუტატი, მინდა შეკითხვების დასმა. თვითონ არ იყო არის კანდიდატი. უიმე, ენა მიყივლა, რა გინდა კაცო? გაიხარ. ხო და თვითონ ხო თქვა, ხო ბრძანა რომ პრობლემა არ არის, შეკითხვები დამისვიდო. ხო ვიცით რომ აქ არის. პირველ საათზე მითხარი, პირველ საათზე თქო. გადაიტანეთ? გაველოდები. აქ ხო არის ბატონი ბადრი. აქ არის თუ არა, მარტივი კითხვა. ბატონო შავი, ერთი გელაპარაკები, გიხსნის ვიცავ. ამ ბატონს მეკითხები. ბატონს რა შეკითხები? არ შეიძლება? აქ არის ბატონი ბადრი? არ არის, ეხლა გვაქვს შეხვედრა, რა შეხვედრა გვაქვს? მეტი რა. ანუ არ არის, ხო აქ? ხო? ბატონო? შეგიძლიათ მოწნების ოფისთან ნახოთ. სად არის? სუსის თანამშრომლები, საიდანო ჩამოყვედით, სუსის თანამშრომლები, პოლიციის თანამშრომლები. პოლიტიზებული პოლიცია დემოკრატიულ ქვეყანაში. ეხლა გაჩნდა ამ 4 დღის განმავლობაში. პოლიტიზებული პოლიცია თუ ადრეც იყო? პოლიცია იცით რა როგორ. ჩვენ ტრანსპორტზე აპელირება წინ ქვეყანაში კომაგიტოვის ცვლილებები ხდება, რომ უკეთესი მოხდეს და უკეთესი. ნახავ აუცილებლად მივალ, მართალ გძანდებით. აი ბატონ ბასიშვილთან ინტერვიუს ჩავწერ და მე აუცილებლად მივალ იქ ქართული ოცნების ოფისთან. ისე მახსოვს 2012 წელს სუსის მანქანებსაც დაძლებდით ხოლმე. მაშინ სუსი არ იყო, პუდი იყო. ამსვლელობა სახელი გადაუკეთდა მეტი რა შეიძლება. არის აქ სუსის მანქანა, აბა. ეხლა თუ არის მივდებ, არა სად არის? მაჩვენ გითვალთვალებენ, ანუ მაგის თქმა გინდათ რომ გითვალთვალებენ? თქვენ რა უნდა გითვალთვალონ რა? ჩვენ დავინახეთ უბრალოდ გადაღება ვერ მოასწარით, როგორ შევიდა აქ ბადრი ბასიშვილი და ხათუნა გოგორიშვილი და თან გვეუბნებიან არ არისო აქ და დაველოდებით რა ვიცი. თქვენს ოფისი იღებთ თქვენსას? აი თქვენ ვიღებთ. ადამიანი ყველაფერი შეიძლება. როგორ ძალივით? თქვენი სახელი? ნახე ალექსანდრე. გამარჯობა. კარგად, თავად? ეს კარგად. მე მაინტერესებს ერთი კითხვა დაგისვათ. კი ბატონო, რა რამდენი ძგინ? კი ბატონო, მე მაინტერესებს ეს თქვენი თავის ამბავი ნამდვილი იყო თუ არა? აი, რაღა დროს ეგა. მე მაინტერესებს. კი, მე მეხთამი არა, გამომძაბელი. ეგ მესეჯ ბოქსი ადრე იყო, ადრე. ეხლა მოძველდა. ერთ-ერთ რა ჩემი და გავაკეთე ფული აი რა თქინდეს 1.50 ლარიანი მაქვს და $1 და ხოვრო აღარ გავუხო ეს რა მე დიახ რატო? აი ეს ახალი მეთოდია? ეს ძველი მეთოდია და. ეს პოლიციელი არა შეიძლება. ჩვენთვის აქვს ბიზნეს ძალიან ბევრი ფული და მეტი დაიწყო. ახლა დაუცველად იღებ ხოლმე ხთამს, ანუ პირდაპირ სიტყვაზე ენდები ადამიანს. ხთამს არ, მე აცი მოგიწოდებ რომ სამი ჟურნალისტი ხარ. არა, მე ვარ გამომძაბელი. რატომ მეუბნები მეკთან ეს მესეჯ ბოქსი, როგორც მეგობრებო, იყო ადრე. 2012 წლამდე რო ვაკეთებდი რაცინოს და მაქსიმალურ მოძრაობას არ შეუძლეს მესეჯ ბოქსი რომ მეკთამე და ასე შემდეგ. ნახოთ კიდე ახალი რა იქნება. ალბათ რაღაც ახალი წეკნება. როგორ? რა გიჩვარ კამერები ვინდა შემოწვა, აფერი მოწვა. ვინძანდები? რაფიან ნიგიყო. ვინძანდები? მოქალაქეა, რას კი არ გინდა გადაგიყო რას ნიშნავს? გვინდა და გადავიღებთ გენაცვალ. აბა რატომ მობრძანდა ეს ბატონი? დაამშვიდეთ რა თქვენი მომხრე რა. ჯავანებო რატომ მოვიდა? ჩვენთვის ვართ აქ, ხო? ხო და სხვა რაღაც ბატონი ბადრის არ არის თქო რომ პირობა შეასრულოს. აი ხო ვიცი. თქვენ ძალიან აგრესიულ ბრძანდებით. ელემენტარი აი ესე რა გამოდის ადამიანები და უშვერ კამერებს. რა მოხდა? დუელობები მომისმინეთ. საჯარო ადგილი არა. გადაუღე ბადრი რო გამოდის. საჯარო ადგილი. რამე გაქვს დასამალი? არაფერი. ხოდა რატო არის არასასიამოვნო? ვერ გავიგე. რა არის არასასიამოვნო? შესვლა გამოსვლა უგო ადამიანებს. ეგ რატო არის არასასიამოვნო? ხო, არაფერი დასამალი არ გაქვს ნაციონალებს. მე გავიარე წეღან და ჩემი სურათი დავდეთ იქ. ხო, რაღაც თქვენ გვერდზე. პირპირად თქვენი არა. მე ვარ ის სურათში და ვიღაცა იგინება. მე მოუწოდებ იმას რა. მე ის არასწორი ადამიანია, ვინც თქვენი იგინება. საქმე არ არის თქვენ გვერდზე მე ვინ გამნანწყავს. არასწორი ადამიანია ის, ვინც თქვენ ვიცი, გვარწავს. არასწორი, მაგრამ ყველა სხვა რა უყვებით ჩვენ.
მე მაქვს უფლება გადავიდე. კი ბატონო, გააქვთ უფლება, მაგრამ ხოიცით ამას რაც მომდე. რა მოსდეს? აი ვიღაცა მე შემაგინა. მე ან მე არა მე მოუწოდე სხვადასხვა ნახეთ რომ მოუწოდე. კი, ნახე, კორექტულად ნახე, ხო რა ვქნა ახლა. არ არის. ძალიან ცუდად იქცევა ის ადამიანი, ვინც Facebook-ში და საერთოდ იგინება, აი ჩემი არა რა თქმა უნდა. რატო ხარ ეს რა? დედამიწის კაცი არ მინახია. იმენა თქვენზე უძდელი. თქვენზე უძდელი. ყველანაირად. როგორ ხო იმძანდე. ამი არ მინახია თქვენზე უძდელი. იმძანდე. მე ვინა ვარ? შოული მოქალაქეა. ხარდამჭერი ხარ? არა თუ. შოული მოქალაქეა გამოვია. კარგი. ფარა გაინტერესებს მიხარება? იცნობთ ამ კაცს? ვისა? არ ვიცნობ. აბა თქვენ რო აქ არავის არ ვიცნობ. ხვიჩაო რო დაგიძახა. ხვიჩა რა ვქე, ახლა ვქია. აი, хорошо. პასპორტი გაჩვენო გინდა? ჰა? პასპორტი გაჩვენო გინდა? არა მჯერავს. რა ვიცი, ვიდა გაჩვენო. ბატონო, ეს აგრესიულად. კარგი. იმიტომ არ მევასები, თუდი კაცი ხარ. გასაგებია, გაქვთ უფლება. ათ არ უნდა იდგე ქუჩაში იდგე, გინდა? იაზო ტიპი ხარ და არ მევასები. გაქვთ უფლება, გაქვთ. ჩემი მართლა აგრესიული. ნუ ხართ მერე აგრესიული. კანონი არ დაარღვიოთ და. კანონს არ დავაგოთ, კანონი დავაგოთ, გაგიყვანა გაგბეჭავით შენი. ბატონო? არავის არ მეშინია. იმენა იმიტომ დავჩერდი, აქ რო შევდაგინახი, მე არ მევასები რა. აქ არავინ არ მაინტერესებს, იმე შენ თუ შენ არ მევასებს. იმიტომ არ ახარ კაი კაცი რა. გასაგები. სული ხარა. ვინ გადაიგე და გამოუხეთ. სული. სული. არ გაინტერესებს, ვინ მიჩი. არ მევასები რა. ფაა გადაგიდე. ნასტიმ ხატა დიხლა. ფაა გადაგიდე. ნასტიმ ხატა დიხლა. არა კაცი. არა იგებინა ეს და აა გივით. ხათუნა გამარჯობა. არ ვიცი რაღაც ცუდი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ არ ხდება. ბატონი ბასიშვილი მინდა ვნახო. არ არის, ბადრი ნახე რვაში. კი ბატონო. ხათუნა ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. დიახ. პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება თქვენ? ესე შაბა შენ ეგ მითხარ რომელ ტელევიზიაში მიგიღეთ მაესტრო მიგიღო და რამდენ ხანში გამოგაგდებენ? და ეს არის პასუხი შეკითხვაზე? ხათუნა. პრემიერ-მინისტრი იქნება ის ვინც არჩევს ვეგერს არჩევს. ხო, მაგრამ კონკრეტულად პერსონალურად დავიღალე ძალიან, დავიღალე გორიდან, შორია ძალიან. მოკლედ რამე და გითხრათ ვირფასო ტელემაყურებლებო. ყველა გადაცემის მერე გვიწევს პოლიციელებთან დაკითხვებზე სიარული რა. და ეს დაკითხვებზე სიარული უფრო დამღლელია ვიდრე გადაცემის კეთება. აი ახლაც ამ რაღაც ინციდენტის თაობაზეც საქმე აღიძრა და პოლიციელები გკითხავდნენ. ამიტომ ძვირფასო პოლიტიკოსებო, ნუ მოიქცევით ველურულად, მოიქეცით ღირსეულად, დასტოინად, როგორც რუსები იტყვიან. აი დაახლოებით ისე, როგორც მოიქცა ბატონი პაატა. და ხო მოიგო ბატონმა პაატამ, ხო? ჰა? კარგით, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. წავედი, არა, გოლში რამე დახეცაო კაცო.